ცოტა მაგიდაზე. გაიტანა თავისი ჩემმა ფისომ. გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის უჭირს უთქვენოთ, როგორ ცხოვრობს უთქვენოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. თუ არსებობს ასეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ვიზზეც თქვენ ფიქრობთ ვის შესახებაც, ფიქრობთ პროსტორად, რომ თქვენს გარეშე შეიძლება თქვათ მას ისე არ ახარებდეს რაღაც მოვლენები, როგორც თქვენთან ერთად. თუ არსებობს ასეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ეს ვიდეო არის თქვენზე. თუ მსგავსი ვინმე არავინ არ ყავთ, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ამ ვიდეოს მოусმინოთ ბოლომდე. მას ასე მათთვის, ვინც ასე ვთქვათ, იმ ინტერესით გახსნა ეს ვიდეო, რომ გაიგოს მისთვის სასურველი ადამიანი როგორ ცხოვრობს მის გარეშე. ანუ რაღაც პერიოდი თქვენ ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ცხოვრობთ. თუ არის ასეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ნახოთ ვინ არის ის. ასე ვთქვათ, მისი მახასიათებელი ხასიათის შტრიხები. ეს არის ძვირფასება უпроსტორად, ეს არის ის ადამიანი, რომელიც ვერ ეგუება იმ მომენტს, რომ თქვენთან მოხდა, შესაძლებელია წარსულში მოხდა რაღაც კონფლიქტი, გაუგებრობა, შეიძლება ეს იყო უბრალოდ რაღაც ასთა სხვადასხვაობა, თქვენ ასე ვთქვათ, შესაძლებელია რაიმე ესეთი სერიოზული არ მომხდარა თქვენ შორის სერიოზული, ასე ვთქვათ, კამათი, თუმცა ამან გამოიწვია დროებითი, ასე ვთქვათ, დაშორება და მისი აზრით ეს არაფერს არ ნიშნავს. ახლა რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს შორის, მისი აზრით თქვენ მას ეკუთვნით, თითოეული თქვენი მოქმედება, ყოველი თქვენი დღე, ყოველი თქვენი მიღწევა ეძღვნება მას. რაღაც ასე ფიქრობს ადამიანი, რატომ? რადგან ის თვლის, რომ თქვენ ის გიყვართ და მასაც უყვარხართ, რა თქმა უნდა, თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. ამას ფიქრობს ის ადამიანი. მიუხედავად იმისა, იმ კარტებს არ გაჩვენებთ, რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, ასე ვთქვათ. კარგით, თუ ის ახლა მართლაც უთქვენოდ ცხოვრობს რაღაც პერიოდის განმავლობაში, რა ხდება მის ცხოვრებაში? ესე იგი, მის ცხოვრებაში ძვირფასებო არის ასეთი სურათი, რაც ესე იგი, ეს არის ის, რომ თქვენი ნატრებით, რატომ? იმიტომ, რომ მან მიხვდა, რომ ჭეშმარიტი გრძნობა მას აქვს მხოლოდ თქვენთან. ანუ აქ სხვა მანდილოსნებიც არის, რა თქმა უნდა, ძვირფასებო, თუმცა ის ამას არ ღებულობს. ის თვლის, რომ მას არ სჭირდება სხვა, ასე ვთქვათ, ქალები, სხვა პარტნიორები. მას თქვენს გარდა სხვა არავინ არ სჭირდება, მან ეს გაიაზრა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ახლა თქვენ წასული ხართ მისგან, ახლა ის დისტანციაზეა თქვენგან, მიუხედავად ამისა, რომ შესაძლებელია თქვენ გაქვთ სხვა არჩევანიც, შესაძლებელია თქვენ შეიძლება ფიქრობთ დაელოდოთ მას, ან აირჩიოთ ის თუ ასე ვთქვათ, დაადგეთ სხვა გზას. მიუხედავად ამისა, მას თქვენი ნატრებით უზომოთ, ამ არკანის მიხედვით, მას ძალიან ენატრებით თქვენ და ის ფიქრობს, რომ მოვა თქვენთან და აი ასე დატკბება თქვენი სიყვარულით, თქვენი აღფრთოვანებული თვალებით, თქვენი სიყვარულით. უანგარო სიყვარულით მისადმი. ძალიან თავდაჯერებულია თქვენი ადამიანი, რაც შესანიშნავია. და მას მიაჩნია, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა თქვენი აღფრთოვანებული მზერა დაიმსახუროს.
ოჩახ, სხვა რა შემიძლია თქვა. ვისთანაც რეზონირდება ძვირფასებო, მინდა მოგილოცოთ და შევაქო თქვენი ადამიანი. კარგით, თუ ასე სურხართ და ასე თვლის რომ მომავალში თქვენ მაინც მისი იქნებით, ნახოთ რატომ არის დისტანცირებული. აქ ძვირფასებო იქნება ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია და მოდი არ გავახმოვანებ თუ რატომ არის ერთ ვიტყვი რომ ის ამას ძალიან ნანობს, განიცდის ადამიანი. ის საკუთარ თავს აბრალებს იმას, რომ ახლა არ არის თქვენს გვერდით. მოკლედ ასე აიხსნება, რომ მან აირჩია კომფორტის ზონა. მოდი ამ ახსნასზე დავჭერდეთ, ასე ვთქვათ. მაინც საჯარო გაშლა და ვთქვათ ასე, რომ ის ნანობს ამას. ასე ვთქვათ, მის არასწორ ნაბიჯებს ის ნანობს. კარგით, მაშინ ვნახოთ, რას ფიქრობს ახლა. მომიწია დაპაუსება ვიდეოს ბოთის გეხთით და დამავიწყდა რას ვსაუბრობდი. მოდი დავსვათ ასეთი კითხვა. ეს ადამიანი რას ფიქრობს ახლა ამჟამად თქვენს? იგივე წრეს ეტრიალებს, ასე ვთქვათ, მისი ფიქრები. ესე იგი, აქ ნიშნავს, რომ შესაძლებელია თქვენ, რომელიღაც თქვენგანი, მაგრამ უფრო მიუთითებს არკანები თქვენზე. შესაძლებელია, რომ დაიღალეთ არსებული სიტუაციით და წახვედით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანის მიმართ თქვენ არ დაგეკარგავთ სურვილი და გრძნობა. მიუხედავად ამისა, რატომღაც საჭიროდ ჩათვალეთ და წახვედით, შეიძლება ეს არის დროებითი განშორება, ასე ვთქვათ, ის თვლის, რომ აუცილებლად მან უნდა გადმოდგას ნაბიჯები, აუცილებლად და ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ბოლო შანსი თქვენგან, ასე ვთქვათ. რატომ? იმიტომ რომ ძალიან იზიდავთ თქვენ პირველ რიგში, მას აზარტი აქვს რაღაც თქვენს მიმართ, უდიდესი სურვილი აქვს და ის ფიქრობს, რომ თქვენ უკვე ხართ მისი ოჯახი, უკვე ხართ მისი ოჯახის წევრი და ეს არის, ასე ვთქვათ, მისი ცხოვრების შანსი, რომელიც მან უნდა გამოიყენოს. ამიტომ ის ფიქრობს, რომ უნდა გაგაგებინოთ მისი გრძნობის შესახებ. თუ რას გრძნობს ის თქვენს მიმართ, რა ემოციები აქვს მას თქვენს მიმართ. ამას ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობს? შეიძლება ასევე ფიქრობს იმას, რომ იმისათვის, რომ თქვენ მას ელოდოთ და არ დაასრულოთ მასთან, ასე ვთქვათ, ეს უსასრულო რაღაც ლოდინი და თქვენი სიყვარული, ამისათვის მან რაღაც მანიპულაციებს უნდა მიმართოს, შეიძლება ეს იყოს ტყუილიც, შეიძლება ეს იყოს რაღაც თამაში იმის, რომ თითქოს მას გრძნობა არ აქვს, თითქოს ის არ არის დაინტერესებული, თითქოს მისთვის ეს ყველაფერი არის რთული, რადგან არ არის თქვენ შორის ამ მომენტში სიახლოვე. შეიძლება თქვენ რომ, ასე ვთქვათ, მუდმივად ტონუსში იყოთ, მან ამ მანიპულაციებს მიმართოს, მას რატომღაც გონია ეს გაამართლებს, რა ვიცი. იქამდე სანამ ის მოვა თქვენთან, რაღაც ცოტა არც ისე ლოგიკური ფიქრებია, რაც არ უნდა ლოგიკური ადამიანი იყოს. კიდევ, გზას ფიქრობს თქვენთან, ეს არის ცალსახა. ის ფიქრობს, რომ ვერ ითმეს უთქვენობას, რაღაც ასეა, და ვერ ითმეს, რომ არ გითხრათ მისი ემოციები და გრძნობები. უნდა რომ სადაცა უკვე მოვიდეს თქვენთან.